დავით აღმაშენებლის ხეივანი ქვია ძალიან გთხოვთ როცა იქეთ წავალ დააგვირდით. დავით აღმაშენებლის ხეივანი ეს არის პრაქტიკულად არა ხეივანი, არამედ ეს არის ჭაობი. კი, ბოლოს როდესაც ქვეყანაში დავით აღმაშენებლის ხეივანში გაქვს ჭაობი, ეროვნულობაზე არ უნდა ისაუბრო, არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სახელი დროებით მაინც გადაარდა. ასაუბრობ იმაზე დავით აღმაშენებელი არ დააბრუნე ძეგლი თავის სადაც აკურთხა პატრიარქმა, მაგრამ დავით აღმაშენებელი რატო გავიხსენე? დავით აღმაშენებელის დროს მიწის პოლიტიკა იყო ყველაზე ძლიერი პოლიტიკა. ანუ დავით აღმაშენებელი ასე იგი რამდენჯერმე ნაკლებ გადასახადს ახდენებდა იმას, ვინც მიწას ამუშავებდა, იმასთან შედარებით, ვინც მიწას არ ამუშავებდა. დღეს საქართველო იქნება ბედნიერი, თუ თქვა ჩვენ ვინც მიწას ამუშავებს შეღავათებს შევქმნით და ვისაც ორგანული პროდუქტი მოყავს შეღავათებს შევქმნით. მე უბრალოდ ამ გადაცემაში მინდა ახლა აი აგერი გვაქვს მომზადებული და თავარია ქალბატონი მედი არ გავგვიქცეს გადაცემი და ასე იგი მე ამ დღეებში ნახე აი მოსავალი როგორი მოსავალი და რა აქვს გაკეთებული და როგორი გადაიღეს იქ. მე ვარ ბედნიერი რომ თქვა მეცნიერთა კონგრესის ეს პროექტი რომელიც ჩვენ თავის დროზე გქონდა ბატონო ახში გახსოვთ როგორ დავიწყეთ როცა ხალხს უთხარით რომ აი თაფლი რო აქვს ადამიანებს ახში შეიძლება 30-40 ლარი და 50 რუბლის მოვიტანოთ აი ეგრე ჩვენ ჩამოვიტანოთ და გავყიდოთ 15 ლარად ისაც 40 ლარი გეს და მეწარმეც პაპუპილი იქნება და ყველა ანუ ჩვენი პოლიტიკა რა იყო რომ მეწარმეს 20-30%-ით მეტი მივცეთ და თბილისელებს მივყიდოთ ორჯერ და სამჯერ უფრო იაფად. აი მე ნახე ვარ გახარებული და გაძლიერებული იმით რომ აი ქალბატონი ბედია მიმართავს საზოგადოებას რომ აქ არანაირი სასუქი არ არის, არანაირი ქიმია არ არის, რომ ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროექტი და რომ მე როგორც ერთმა რიგითმა ამ შემთხვევაში ფერმერმა ხელი მოკიდე მეცნიერთა კონგრესის პროექტს და ესე იგი ვაკეთებ ამას და საზოგადოებას ეუბნება რომ აი ასეთ ხორბალს მიიღებთ თქვენ და ასეთ პულს მიიღებთ და ამბობს რომ მე 100 ჰექტარზე დავთესავ კიდე მომავალში. ბედნიერება როცა ასეთი ადამიანები არიან დაკავშირებული დღეს ამასე. ჩვენ ამას გარკვეულ ნაწილში ამას ვაჩვენებთ აი ამ ვიდეო მასალას, მაგრამ ეხლა სოფელთან დაკავშირებით ბატონებო მე თქვენ მოგცემთ დღეს რამდენიმე ციფრს სააზროვნოთ და დანარჩენი აი როცა ვლაპარაკობ თვალები ახილებულ ადამიანზე ქვეყნისთვის. ესე იგი ერთი დარგი მაინც მინდა ბატონ თენგიზეღა ჩვენ დიდი ხანი ამაში მოვდივართ და ბატონი ვახში არის მწოდნე მართვის სისტემების მწოდნე და ელმიერება რომ და ასეთი ადამიანების ერთობა შედგა ანუ რეალურად ერთი 200-300 კაცი მაინც ვარ ჩვენ მეცნიერი და ისინი ისეთი საზოგადოების წარმომადგენლები რომ მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური რაღაცები და დაავთმეთ და ერთობა შევკარით სერიოზული და აი უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ამ ციფრების ქვეყანაში ხელისუფლება არის საჭირო. გაგიკითხავთ ახლა ამ ციფრებს. ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა 2007-8 წელში გამოვთქვით 10 ციფრი რომელიც და ვამბობდით რომ ამ 10 ციფრის უკან დგას რა ხდება ქვეყანაში. მე ამ ციფრს არ ვლაპარაკობ, ერთი ციფრი იყო ასეთი მაშინ 2006 წელზე ლაპარაკი რომ საქართველოში არის 3000-მდე სოფელი და არც ერთ სოფელში იმ სოფელში ნაშოვნი ფულით არ არის აშენებული უკეთესი სახლი, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენამდე იყო იმ სოფელში აშენებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ესე იგი სოფელში ხუთი ძალიან კარგი სახლები აშენებული. აი მათ შევენებთ იმ სოფელში ნაშოვნი ფულით დღეს ეს კი არა რომ ვიღაცამ კურორტად აქცია და აიშენა და სარფული რაღაც იშოვაკი. აი იმ სოფელში გლეხმა რომ მიწაზე იმუშავა და იმ სოფელში მოიპოვა ფული და ააშენა უკეთესი სახლი ვიდრე მანამდე არსებობდა. ეს გლეხის და ფერმერის ბრალი კი არ არის. ეს არის პოლიტიკის ბრალი რომელიც ქვეყანაშია და გეტყვით ხო აგერ კონკრეტულად კიდე მეორე შეფასება ჩემსას. დღეს რეალურად ასე იგი სასახლეებს ვერ თვლიან ისინი ვისაც პროდუქტების შემოაქვთ ქვეყანაში. ვისაც სოფლის პროდუქტები შემოაქვთ ქვეყანაში. ისინი სასახლეებს ვერ თვლიან და არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ. იმდენი რამე აქვს აშენებული, მაგრამ ვარ არსებობს ადამიანი, რომელმაც აი როგორც გითხარით რომ ქვეყანაში თავისი შრომის შედეგით რაღაც სერიოზული სიმდიდრე რო დააგროვა. პარლამენტში
არიან მხოლოდ ისინი, ვისაც გარედან შემოაქვთ პროდუქტები. ყორბალი, ხორცი, თევზი, წამალი, ყველაფერი, ვისაც შემოაქვთ პარლამენტში არიან. პარლამენტში არ არის ერთი კაცი, ვინც თავის ხელით ქმნის ამას ქვეყანაში. ადგილზე ქვეყანაში რო ქმნის, თუ შენ გინდა ფერმე, ვინმე მიიყვან, მეწარმე მითხავს. პარლამენტში არა მიიყვან ის, ვინც სოფელში მუშაობს და თავის εμείς აკეთებს ამას პროდუქციას. იცით ძალიან კარგად რომ არაერთი პროფესორი, დოქტორი წავიდა და მიეხმარა ისე რომ თქვა აიკამდე რაღაც კომუნიკაცია და რაღაც იყოს, მაგრამ არა, ეგეთი რამე არ არის, მაგრამ მოდით ეხლა მე ციფრებს გიკითხავთ თქვენ და თქვენ გააკეთეთ მე კომენტარი და ეს იქნება ჩვენი გადაცემა და მოდით საარსებო ის მივცეთ საზოგადოებას. ეს არის ციფრები ბატონებო აღებული, რა ციფრებიც მეკითხარით თქვენ, იმას ემატებოდი და ციფრები აღებული ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოსი, ანუ აქ კიდევ უფრო უარესადაა საქმე ჩვენთან, ვიდრე ამ ციფრებში, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ციფრებს მხოლოდ სტატისტიკის, ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკის. სინამდვილეში უფრო ცუდად ვითარდება. ნახეთ რა, სამუშ ოფიციალური სტატისტიკა. 2025 წელს 2 მილიარდ 58 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან სურსათის იმპორტზე. ის იმპორტზე? შემოგვეტანა პროდუქტები ქვეყანაში, კვების პროდუქტი რო შემოგვეტანა, ამისთვის 2 მილიარდზე მეტი. ეს არის ოფიციალური, სინამდვილეში 4 მილიარდამდე. 4 მილიარდი გავიდა ქვეყნიდან, რომ შემოგვეტანა პროდუქტი ქვეყნის გარეთ. არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ აი რაღაც დიდი ის შემოეტანა, მაგალითად მეც აიგე ამ ბოლო პერიოდში რო ვიყავი 20 რად ვიყიდე ის ხორცი, რომელიც თქვათ ჩვენთან ეს 55 ლარი. და თქვათ რამდენიმე კილოგრამი და ვინც ვიყავი ჩვენ 5-6 კილოგრამი ყველა მიყიდა. წარმოიდგინეთ თქვენ რომ რა ფასი აქვს იმას იქ და ხარისხი აქვს გაცილებით უკეთესია. დააკვირდით თქვენ. ესე იგი 2 მილიარდი რომ სინამდვილეში 4 მილიარდის ფული გავიდა ქვეყნიდან რომ პროდუქტი ბეყიდა და შემოგვეტანა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც კი 356 მილიონი დოლარით მეტი გავიდა 2025 წელში, ვიდრე 2024 წელში. ეს ამას ხელისუფლება ჭირდება ხალხო. დაფიქრდით ბატონებო ამ ციფრებზე. კარგით, გეუბნებით კიდევ შემდგომ ციფრს. ხორბალს მოვიხმართ 627.000 ტონას. ვაწარმოებთ 155.000 ტონას. იმპორტით შემოვიტანეთ 656.000 ტონა. 656.000 ტონა. ვაწარმოებთ 4.000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 102.000 ტონით მეტი, ვიდრე 2024 წელს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ ვაწარმოებთ საფურაჟე. რასაც ვაწარმოებთ ჩვენ დღეს, ეს არის საფურაჟე. რასაც ვაწარმოებდით ადრე, ეს იყო სასურსათო. ანუ პრაქტიკულად ჩვენი ხორბალი 5-10% თუ გავიღე. ამიტომ არის აი აქ მინდა რომ კალბატონი მედიას ისა მე აი ჩავსვათ ვაჩვენოთ რომ აი რეალურად როგორი ნაბიჯი გადადგა არაერთმა და ორმა პიროვნებამ ძალიან სასიამოვნო ეს და ეს არის მეცნიერთა კონგრესის ძალიან დიდი პროექტი რომ ჩვენ ვიმუშაოთ აი სწორედ აი ეროვნულ პროდუქციაზე და წავახალისოთ ეს. აი ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოდით განავიდეთ ახლა აი ხო ნახეთ ეს კარგი სიუჟეტი აი კალბატონი მედიას და მივესალმოთ რომ ესე იგი შევინარჩუნეთ ჯერ არ ვერ გავიქცა აქედან იმიტომ რომ არ უყვარს ესეთი რა მაგრამ ჩვენ მისთვის კი არ ვაკეთებთ ამას ჩვენ ვამბობთ რომ აი ეს პიროვნება აი ასეთ ეროვნულ კარგ საქმეს აკეთებს და ასეთი უამრავია ჩვენს რიგებში ჩვენს ირგვლივ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბატონმა თენგიზ ჯარიაშვილმა იგივე თავის ძროზე ბატონმა გახოკიძემ ბატონმა ჩვენმა გადარეიშვილმა ბატონი შოთა ჩხეიძე იყო რომელიც სწორედ ამ კუთხით ძალიან ბევრ ამას მუშაობდნენ და დღესაც აგრძელებენ თეორიულ ჭრილში და არა მარტო და ძალიან სასიამოვნო რამ არის. აი ნახეთ ახლა სიმინთან დაკავშირებით. მოვიხმართ 285.000 ტონას. ვაწარმოებთ საქართველოში 209.000 ტონა, 79.000 ტონა სიმინდი შემოვიტანეთ გარედან. სამეგრელო საქართველოს სავსე იყო ამ ყველაფერი ცარიერია მიწები ნაკიდი აქვს აგეს იმ სამგოში როგორ თქვა და არა წარმოებენ. არა წარმოებენ როგორ კაცო დავით აღმაშენებელი ამბობდა არა წარმოებენ. გადასახადს გაგტევინეთ ძალიან დიდ დაწარმოებ გეხმარება. ესაა დღეს სოფლიო აქტიურობა საახალეს. შეხედეთ ახლა. აქტიურობა ესე იგი 3.000 ვაწარმოებთ
რამდენიმე 1000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ რამდენიმე 1000 ტონით მეტი, ვიდრე 2024 წელს ხელგან უარყოფითად წარმოვიდგინეთ. კარტოფილი მოიხმარეთ 220,000 ტონა, 200,000 ფარგლებში ვაწარმოეთ, 26,000 ტონა გარედან შემოვიტანეთ. კარტოფილი საქართველოში მაშინ როდესაც საქართველოს არ მითხრათ ვინმე რომ ასე არ იყო რომ მოსკოვს და პეტერბურგს ესე იგი ისი აქ ქვემო ქართლში და წალკაში და ამაში მარნეული და იქიდან ისინი ამარაგებდნენ და ახალი კარტოფილი და ყველაფერი რაღაც წარმოუდგენელი იმიტომ რომ ჩვენ ხომ იკვებებოდით ამას ვის შემოქონდა გარედან კარტოფილი ჩვენი ეხლა უბრალოდ მე აგერ ყველას გეუბნებით რომ წარმოიდგინოთ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენი ძალიან ძლიერი კარტოფილი როგორც არის სვანეთის როგორც არის წალკა როგორც არის აი მაგრამ ესეც გეცოდინება თქვა სააკაშვილის დროს და აი ეს ბალანსი როგორი უარყოფითი მაშინაც ძიმე იყო მაგრამ ეხლა კიდევ სააკაშვილის არის ხო ჯაფარიძე რომ სხვა რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა უნდა დამთავრდეს აი აგერ მე ეს იფრებოდა იმის მე თქვენ ამ ციფრებს მე ამ ციფრებს მოგახსენებ ძალიან მინდა რომ თვალებახილებული ხალხის ქვეყანაში ვიცხოვრებ ჩვენ უბრალოდ ყველას ვეუბნები მე თქვა პირველად ერთხელ მითხრა რომ შენ თუ გინდა გაიგო საქართველოში რას ჭამთ მიდიო საზღვართან საუბარეთ თურქეთ საზღვართან და რატომ მივიდენთ კიდე აი შემოგვაქვს იგივე რაც გააქვთ აქედან თურქეთს ანუ აქედან თურქეთს გააქვთ კარგი დაკრული საკონები წარგავდა ცოცხალი საკონები გახდა თვითრინავებით არა მარტო მათ აი თქვათ ეს მუსლიმური სამყაროს წარმოადგენლებს შემდგომდა იქედან შემოდის კარტოფილი ხახილი ყველაფერი მოდის იქედან არის მოწამლული განსაკუთრებით ქათამი კვერცხისდებელი ქათამი საერთოდ ბარკლის ბიზნესი მსოფლიო არ იცის ბარკალი არ იჭმება ანკარაშიც კი და სტამბულში ბარკალს არ ჭამენ ამერიკაში ბარკალი არ შეიძლება რომ ჭამო იმიტომ რომ ის ავადმყოფობა ყველაფერი ფეთებში და ბარკალში ეს ერთი და მეორე კიდე კვერცხისდებელი ქათამი არ შეიძლება რომ ჭამო ჩვენთან როგორ არის კვერცხისდებელი ქათამი რომ დამარხო თურქეთში კანონია ასეთი უფრო დიდი ფული უჯდება ვიდრე ის კვერცხისდებელი ქათამი მოიტანოს ჩვენ საზღვართან ქიმიურად დაგიმუშავოს და გაჩუქოს გამოგიტანოს საკეთად ჩვენ ჭამთ ამ უბედურამეს ეს ამას არ თუნდა ხელისუფლება ეს არის კატასტროფა რაც ხდება ბატონებო ქვეყანაში ჩვენ ძიმერამეს კი არ ვეუბნები ჩვენ ვიდა თვალებახილებული ხალხის ქვეყანაში ვიცხოვრო ჩვენ ხო სტატისტიკიდან ავიღეთ ეს ციფრები მე ხო არ მომიგონებია ესენი გითხარით აგერ ეხლა ბოსტნეულთან დაკავშირებით თქვენ გესმით რომ ესე იგი 259,000 ტონა გამოვიყენეთ ვაწარმოეთ მხოლოდ 159,000 და 171,000 ტონა შემოვიტანეთ ხალხო ბოსტნეული შემოვიტანეთ საქართველოში თქვენ გესმით რა მდგომარეობა არის ესე იგი ქვეყანაში რა მდგომარეობა აი აგერ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ 15,000 ტონით 23,000 ტონით მეტი შემოვიტანეთ ვიდრე 2024 წელში იყო შხილფეხას ხოსანი ხორცი მოიხმარეთ 33,000 ტონა ვაწარმოეთ 24,000 ტონა 10,000 ტონა შემოვიტანეთ გარედან ბრაზილიური ინდური ხორცი ვაჭმევთ აქ ხალხს წამლად რეალურად აკონტროლებელი არ არის რესტორნებში და ყველგან უკვე ეს სააკაშვილო მოშალა ბატონო თემო მაგეს ის რო იყო განკონტროლებელი ბატონო მე ეს რეალურად ჩანება ამას დააკავე აი მე ცოტა ხანი მინდა და მე თქვენი კომენტარები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეს ციფრები სერიოზულ ძალიან დამაფიქრებელია თუ ქვეყანა გიყვარს ამ ციფრების უკან უნდა დაინახო მიქავს ხელისუფლება მიქავდა ხელისუფლება და როგორი ხელისუფლება რატომ ვამბობ იმას რომ მეცნიერებაზე დამყარებული და მეცნიერების სავსე და მეცნიერების პასუხისმგებლობით შერჩეული საარჩევნო და პროგრამები ესე იგი ღორის ხორციც კი ესე იგი 34,000 ტონა იმპორტი შემოტანილი ქვეყნის გარედან 29,000-ზე მეტი ღორის ხორცი შემოვიტანეთ გარედან ხალხო წარმოიდგინეთ რა არის ესე იგი მე ვეგეტარიანელი ვარ შემოვიტანეთ 3,400 ტონით მეტი 2025-ში ვიდრე იქეთ 2025-ში როდის დაიწყო ჩვენთან ღორის ჭირი და ქათმის ჭირი მაგრამ როდესაც გარედან დაიწყეს ამისი და უნდა მოვის იქნება რუსული ხინველის ხორცი მოიხმარეთ დააგვირდით ვაწარმოეთ 30,000 და იმპორტი 87,000 ტონა იმპორტი გარედან შემოვიტანეთ 87,000 ტონა ასე იგი რამდენიმე 1000 ტონით ნაკლები ვაწარმოეთ და 10,000 ტონით მეტი შემოვიტანეთ ვიდრე წინა წელში. ერთადერთი პროდუქციები
იმპორტი 264,000 ტონა ხალხო. თქვენ ხო იცით რომ ეს ყველაფერი ქიმიაა, არაფერი გარედან რომელიც შემოდის, ეს იზრდზე არ არის. ამისი ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი და აიხლა რომ აი გუშინ წინ იქეთ სადაც ვიყავით გუშინ პროფესორად მე თედორე მე ისო დაჯდა ნუ ესეთი ძალიან ესეთ სუფრა იყო ქართული ნამდვილი მაგრამ მე ასეთი გემრიელი კიტრი პამიდორი ყველაფერი ქათამი ყველაფერი სოფლისაო ყველაფერი ჩვენ თვითონ ვაწარმოებდო ყველაფერი იქეთ ქონდა ხედავ ხალხო რა როგორ შეიძლება ცხოვრობდე და ვიავადყოფებთ თავისთავად ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქტიაკია და წამლის ბიზნესის წარმომადგენლები გახდნენ მილიონერები ქვეყანაში ამაზე ხო უნდა დაფიქრდეს ვინმე რა კვერცხთან დაკავშირებით თქვენ წარმოგვიდგენთ 28 მილიონი ტონა უკაცრავ 28 მილიონი ცალი კვერცხი შემოვიტანეთ ქვეყნის გარედან. ვაწარმოეთ, ესე იგი, აქაც უარყოფითია ამ იმაში, თუნდაც ეს კვერცხი ხელოვნურია. მე მაგალითად ეხლა ამ დღეებში სოფლის კვერცხია რომ ითხრეს და რომ მივიღეთ უბრალოდ ყველა თქვით რომ სასაული კვერცხი. და აი ჩვენს მაღაზიებში რო იყიდი გონია რომ თუ არ უყურე, ისე ვერ დარწმუნდები რომ კვერცხი ჭარ. აი აგერ ეხლა კიდევ ერთხელ ესე იგი აქ სულფეხა პროსანი პირუტყვი 761,600 ესე იგი 50,000 ნაკლები უხავს ვიდრე 2024 წელს ყავდა ღორი 131 10,000 ნაკლები უხავს ვიდრე 2024 წელს ყავდა ცხვარი და თხა ასე იგი 21,000-ზე მეტი 22,000 ნაკლები ყავს ვიდრე 24 წელში. ფრინველი აქ არის ერთი რაღაც მატევა მხოლოდ ამ იმაში რაღაც ესეც ძალიან ცოტა არის. აი ეს არის დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა. მე გითხარით ერთი დარგის ციფრები მოგახსენეთ. ყველა დარგში არის კატასტროფული მდგომარეობა. საქართველოში წარმატებებს აღწევენ პარტიები მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. არავითარი სხვაგან წარმატება არ არსებობს. არც სოფელში, არც კულტურაში, არც განათლებაში, არცად აბსოლუტურად, რაც შეეხება კომუნალურ სფეროს, ასე იყო მიღებული რომის იმპერიიდან მოღვება, რომ დიქტატორებიო მას გარეგან ეფექტებზე მუშაობდნენ, მაგრამ ვისაც იტალია უყვარსო, ის მიწაში რა იდებოდა, ანუ ის კომუნიკაციები იმას ქალაქებში აშენდა პრაქტიკულად ახალი საცხოვრებელი უბნები და ერთი რაიმე კომუნიკაცია ყოფილა არ შექმნა გამოდი. ესე იგი კატასტროფულია ეს ყველაფერი. მე ამას იმიტომ კი ამბობ, რომ თვალება ახილებული ვიყოთ, ნუ აქეთ იმას, რომელსაც ქებარე კუპის და მე ვიმეორებ, რომ მეცნიერთა კონგრესის და ხალხის კონფლიქტი დღეს არის ერთ რამეში უნდა გავასწორდეს. ხალხი თავს უკრავს იმას, რასაც მეცნიერთა კონგრესი თვლის ქვეყნის უბედურებად. ძალიან ხათოლები, მე მოგახსენეთ ციფრები და თუ რამე შეკითხვა გაქვთ. სტატისტიკაში სამბეჭდავი ძალიან. გასაკვირველია ციფრების გარეშეც თვალხილული პროცესია ჩვენ ხედავთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე როგორ აისახება ეს ყველაფერი ამდენი ავადსახსენებელი ონკოლოგია და ამდენი ავადმყოფი ბავშვი წარმოუდგენელ ციფრებს აღწევს უკვე ეს და სრულიად გაუგებარი დაავადებები რომელიც აქამდე არ იყო ამდენი ახალშობილი ბავშვი რომელიც უკვე დეფექტით იბადება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აუტიზმი, შაქარი ძალიან ბევრია უკვე ძალიან ბევრი აგერ გადაიჭედა ეს სწავლების ისენი როა ცენტრები ასეთი ბავშვებისთვის უამრავია უკვე გახსენდა და ვერაუდის იმდენია უკვე ასეთი ბავშვი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს სკვებით და ეკოლოგიით სამწუხაროდ თქვენ ეს სტატისტიკა გვაქვს კვებაზე ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა ჟანგბადისა და წყლის შესახებ საშინელება ჟანგბადი დაბინძურებული წყალი დაბინძურებული საკვები დაბინძურებული მართლა ღმერთით თორე ანრიტიბით და სულ რაც შეეხება ხა მე უშუალოდ ჩემს რადგან მახსენეთ კი მართალწანებთ არ მიყვარს ხოლმე ჩემს საუბარი ამ ვიდეოს აუცილებლად ჩვენებ ჩვენს მსმენელს ყველა მართალი ინახავს სამყუროვან ისტორიას ჩვენ გვაქვს ქართული ჯიშის ხორბალი უნიკალური აბსოლუტურად ორგანიკი ყოველგვარი ქიმიის გარეშე. ეს არის ხორბლის სიმაღლე. ამ მომენტისათვის ანა დაწოლილია და თუ ჩემი სიმაღლით ვიმშელებ, საკმაოდ მაღალი ყანა. შევიძინეთ თესლი, რომელიც ასევე ორგანული წით არის დამუშავებული. შემდგომ დავუკავშირდით ქართველ მეცნიერს, ბატონ გიან ადარეიშვილს,
რომელიც ჩვენი კონგრესის წევრია და ჩვენ თანამშრომელთან მიმართულებით უზავხოდ მოხდა თესლის დამუშავება ორგანული წამლის პრეპარატის საშუალებით და შემდგომ აი რასაც უყურებთ შედეგი ეს მივიღეთ აქ არ არის დაკვირვებული აქ არ არის არანაირი დამატებითი ქიმიური საშუალებები ანა გახლავთ აბსოლუტურად ორგანული ამის გადამოწმების საშუალებაც არსებობს და თავადაც გახლავთ ჩვენი მოწეული პროდუქცია გაყიდვაში იქნება როგორც სათესლად ასევე ხორბლის სახით რომ ქვილი მიიღოს ადამიანს რაოდენობა შეზღუდულია რადგან ჩვენ თავად ვაპირებთ ისევ ამ წარმოებას ახლა უკვე 100 ჰექტარზე და დანარჩენის რეალიზაცია გვაქვს გადაწყვეტილი რაც იქნება მოსავალი ისე რომ დაგვიკავშირდით დროულად დაგვიკავშირდით დღესვე ვისაც გაინტერესებთ ქართული საქმე ქართული ხორბლის განვითარება და ორგანიკი რაც თავარია ჩვენი მომავალი ამოცანა უნდა იყოს რომ ჯანმრთელი პროდუქცია შევქმნათ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი დახმარება და დიდი მოგება ჯანმრთელი პროდუქცია ყველაფერში ეს მოფარი ნეული ჩვენ ხორბალს ვაკეთებთ წარმატება ყველა ქართულ ადამიანს ვინც ქართულ საქმეს აკეთებს ეს იდეა მოვისმინე მე აქ როდესაც მოვედი თქვენთან თქვენს წიაღში არაჩვეულებრივი პროექტის შემწრე გავხდი, რასაც ქვია აბსოლუტურად ორგანული ქართული ხორბალი და მე ასეთი სურვილი რა თქმა უნდა გამოვთქვი, თვითონ მაინტერესებს ძალიან ეს სფერო და გადავწყვიტე ორი ვარიანტი მაქვს ერთი მეწარმე არსებობს რომელსაც გამოყავს ეს ქართული ჯიშის ხორბალი, მისი ხორბალიც დავთესე თქვენთან მეც ერთა კონგრესში მარიამ კიკაძის მიერ გამოყვანილი ეს ხორბალიც დავთესე დიანა დარეიშვილის წამალს არ დავარქვევდი რადგან ეს ორგანულია და ქიმიური არ არის ძალიან მე პირადად ძალიან მადლობელი ვარ ბატონო იესა ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და დავამუშავე ბატონო გიას მეთოდით ორივე თესლი იქვე ბატონ გიასთან შეთანხმებით გავაკეთეთ პატარა მცირედი მონაკვეთები, რასაც აბსოლუტურად არაფერი არ უყავით, ანუ ჩვენ თვითონ გვაინტერესებს დამოკიდებულება არ არის ჩასაფრებული, ჩვენ თვითონ გვაინტერესებს რა სხვაობას მოგწევს გიანა დარეიშვილის სწავლით დამუშავებული, უყოლაფროდ დათესილი და მინდა გითხრათ, რომ დღეს თავხილულად არის ეს შედეგი საოცარი სიმაღლის პანა, ახლა ვინც ამ სფეროში ცოტა მეტნაკლებად ერკვევით, თქვენ მოგეხსენებათ მნიშვნელოვანია ყანის სიმაღლე, აი სიმაღლე მკვეთრად გამოხატულია, ახლა უკვე თავს ვაკვირდებით, რამდენ მარცვლოვანი იქნება და ის რომ არის აბსოლუტურად ორგანიკი და ყველანაირი მინარევების გარეშე ეს ნებისმიერ ლაბორატორიაში შეგიძლიათ წაიღოთ და თქვენმე დარწმუნდეთ. ალბათ შემდეგ ჩვენ გვექნება რამოდენიმე გადაცემა და ჩვენი სოციმედიის საშუალებით მივაწვდით ადამიანებს ამ ინფორმაციას და ჩვენი სურვილი ის იქნება რომ რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ პროცესის დროს სხვას რაც გაუზიაროთ რა თქმა უნდა უსასყიდლო დავეხმაროთ ჩვენი ადამიანური რესურსით და მივაწოდოთ ის 100%-იანი ორგანული თესლი, რასაც ჩვენ ვფლობთ და ისი პასუხისმგებლობიც ვართ. ამ მხრივ აი მე პირადად ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ჩემი საქმიანობა რა თქმა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ რომ ეს ცოტა რთული სფეროა, ცოტა კი არა საკმაოდ რთული და მისი სირთულე გამომდინარეობს მისი ფინანსური კუთხიდან საკმაოდ ბევრი დანახარჯი გჭირდება რომ ასეთი პროდუქტი მიიღო. მე ძალიან მინდა რომ გადავიდე მე მესაქონლეობაზე, იქნებ პრინორობა მქონდეს, ბოსტეულიც მოვიცვა. Ну ეს ერთ დღეში არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილი, მიზანი და იდეა ძალიან დიდი მაქვს ამის და ყველას ვინც ამ სფეროში ვართ, წარმატება მინდა უსურვო და თუ ამას შევძლებ ჩვენი მოსახლეობა ჩვენვე შევქმნათ ის პროდუქტი და ჩასაღად ვიკვებოთ, აი ძალიან დიდი საქმე იქნება და ეს იქნება ღმერთის სადიდებელი საქმე. მე ასე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდ სიკეთეს დღეს ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვიდრე ჯანსაღი საკვები წარმოიდგინეთ, აი პური, რომელიც ჩვენი ხორბლიდან გამოცხობა, შეჭამს დაავადებული ადამიანი, შეჭამენ ის მირთმევენ ბოდიშხდი ის დაავადებული ბავშვები, რომლებსაც აქვს გარკვეული აუტანლობა
და ჩვენ ამაში პატარა მიწულის მივიღებთ. დიდი საქმეა ძალიან და მე შეგითხრა მაქვს კაბინეტია და ყველასთან მოხდეთ შეგითხრა რომ მეცნიერთა კონგრესის ანალიზით დღეს ჩვენ 80% პროდუქტი ჩვენს მაგიდაზე არის გარედან შემოტანილი. კი. 20% არის ჩვენი. ჩვენ გავაანალიზეთ და ჩვენ შეგიძლია რომ მეცნიერთა კონგრესის მიერ ჩამოყალიბებულმა გუნდმა სულ ერთი საარჩევნო პერიოდში 4 წლის განმავლობაში 80% ადგილობრივი იყოს პროდუქტი, პროგრამები არის და 20% იყოს შემოტანილი გარედან. თქვენ როგორც ფერმერს რაიმე არარეალურად მიიღებთ. არარეალურად. ამას უნდა ხელშეწყობა სახელმწიფოებრივი მიდგომა რა თქმა უნდა, ხა ჩვენ შემოტანილ პროდუქტზე გლეხი ძალიან დაიჩაგრა, იცით ის იგივე ჩვენ სფეროში ახლა რასაც თქვათ დანახარჯი ერთი და იგივეა. თქვენ 1 ჰექტარს დაამუშავებთ თუ 10 თუ 100 დანახარჯი ერთი გაქვს ჰექტარზე, ანუ მოგებაზე რომ გახვიდე, გასაკვირველია დიდ ფართზე გაქვს მეტი შანსი. აი ამ მდგომარეობაშია დღეს გლეხი, რომ მათ არ აქვთ იმდენი მიწის რესურსი, არ აქვთ ფულადი სახსრები და მე რაც მოყავთ, რა თქმა უნდა, ის ორგანული პროდუქტის შესახედაობით არ არის ისეთი საბაზრო შესახედაობისა, რასაც უკვე ჩვენი მომხმარებელი სამწუხაროდ მიეჩვია, ეს რაღაცა ლამაზი, პრიალა, ყველა ერთი ზომისა, ის ვერსკურად ქიმიით არის გაჟღენთილი და ამდენად გლეხის მოწეული მოსავალი იჩაგრება ბაზარზე, ის ვერ ახდენს ამის რეალიზაციას, კონკურენციას ვერ უწევს და ყველაზე მთავარი ხა წამოვარდ მივადგებით იმ წინა ხელისუფლებას და ხელისუფლებას, მაგრამ ნუ მათი გადასაწყვეტია მოსპეს ბაზრების კულტურა. შეხედეთ, ბაზრები აღარ არის დაანგრიეს ბაზრები. რატო? იმიტომ რომ მარკეტებში იარონ ადამიანები. უწინ მიდიოდი ბაზარში, მოდიოდა ყოველდღიურად სოფლიდან ბებო, ბაბუ, პაპა, რა ვიცი, თავისი ბაღჩის სხვათა შორის გორში ეს ბედნიერება ჯერ კიდევ გვაქვს. მაგრამ ძალიან ადრე უნდა გახვიდე, თუ ასეთი პროდუქტი გინდა რომ შეიძლება ძალიან ადრე უნდა გახვიდე, რომ ასეთი პროდუქტი აი დეზერტირები გაიხსენეთ, თავისით მოწეული ადამიანები მოდიოდნენ თეატრები იყო, არა? ეს იმხელა კულტურა, ეს უნდა შემოგვენახა, კი რომ დაგვენგრია. ეს უნდა, ანუ სწორედ არის ჩადებული ის მძიმე და თმარო ტრადიციების გრევა და ამაზე ალბათ ნაცები რომ მოვიდა ერთ-ერთი უპირველესი ეგაა. დიდი მადლობა ხალხურ მედიას. 54 ნაირსახეობა არსებობს სოფლის მეურნეობის მიწის თავისი მიკროკლიმატამდე 54. 54. ახლა საქართველოში რამდენია? აქედან საქართველოში არის 48-49. არც სახელმწიფოში. არც არ არსებობს სახელმწიფო, სადაც 10-ზე მეტი ნაირსახეობა იყოს. დიდ ქვეყნებში შეერთებულ შტატებში. ნახელა განსხვავებთ. ესე იგი, უპირატესობა გაქვს როგორც პლანგაო ამას. და ახლა ეს განსაკუთრებით აი სატირები განსაკუთრებით თაფლისთვის იცით ეს რა არის? ისე იგი სულ სხვადასხვა ყვავილების, სხვადასხვა შემცველობა გვაქვს უცვალავი ფერია. აი ეს არის. და ამ დროს, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს ჩეჩმების პრობლემა რომ არ არის მოწყობილი და ზოგადად სოფელი კულტურული არ არის, ჩვენი თაფლი ვერ გაგვაქვს უცხოეთში. იმიტომ რომ აქ ფუტკარი ყველგან დარბის და ამიტომ ის სისუფთავე არ არის. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო პროგრამა გაკეთდეს და ამაზე რამდენი ხანია ვამბობთ. პრიორიტეტულ თემას. ბატონი, არმენი რომ რექტორი დაარსა ეს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელმწიფო უნივერსიტეტი, იქ მთიან რეგიონებში ხალხს ასაქმებდა და თქვენ იცით თუ არა ის აბლები რა ქვია აბლები ქართულად რა კაცი ხოდა აგეთელი იორის ხეობა სავსეა აი ამ კაცვით და კაცვის ზეთი და კაცვის ან მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ მმართველობის განვითარება. ჰოლანდიამ რომელმაც მიაღწია იმას რომ ფაქტურად ნახევარ ევროპას ამარაგებს ყვავილების ამერიკის შემდგომ თავარი მწარმოებელია. აი ეს ქვეყანა რომლის ბიუჯეტი რუსეთის ბიუჯეტზე მეტია, აი ეს რამდენია ციფრები ვიცი რომ მეტია. აი ეს ქვეყანა და ჩვენ რომელსაც
ალბათ 10-ჯერ 20-ჯერ უკეთესი პირობები გვაქვს ჰოლანდიაზე ტერიტორია ცოტა მეტიც გვაქვს და ეს ყველაფერი პირობები გვაქვს და ამ დროს აი ჯაფარიძე რომანტია ის წარადგინა მახსოვს სააკაშვილმა რომ აი ჩვენი ეკონომისტი და რაღაც აი იმ კაცმა აი იმით დაამახსოვრდა ახლა იბრძვის ბიზნესის ნამდვილ და ბევრს მოსწონს კი ბატონო ბიზნესის ნამდვილ ძოლა დღეს საშუალებით საქმე მაგრამ ეს კაცი რომ ხელმძღვანელობაში მოვიდეს იმ აზრებით რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა უნდა დამთავრდეს რომ ესე იგი რუსეთის ჯარს ჩახტილი იმითებიან ხო და ის რა ქვია სახში ვითომ რა ვიცი რა არის ესე იგი სახში დარგო ის კანაპლა ერთმა ხელისუფლებამ ფიზიკურად ჩაიხედა და მეორე პოლიტიკურად ესე იგი რომელმა უფრო მეტად ესეც საკითხავი არ ვიცი რა ესე იგი საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის აი სპეციალურად ვიღაცას დიდი ფული რომ გადაუხადა და გააკეთებინო პროგრამა როგორ დაანგრიო საქართველოს სოფლს ამაზე უკეთეს რაც დაწყებული შევარდნაძიდან მერე მიშას ხელისუფლება და ამათ ხომ ესე საბოლოოდ ბოლო მოუგეს მიწას და მიწის სპარტაკში ჩვენთან ალექსანდრე კასრაც ჩვენი დირექტორი ვინც არის საოცარი საინტერესო პროექტებს მოსმენით არ არის დღეს ჩვენი დირექტორი ტელევიზიის ქართული ტივის დირექტორი ძალიან საინტერესო ალექსანდრე ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს კი კასრაძეს სოფლის განვითარების ის მაგას გაგრძელება კაჭარავას იდეის პრობლემა და რა თქმა უნდა უამრავი ასეთი პროექტები არის და მე ვფიქრობ რომ აი მარტო ეს საკმარისია ბატონი ბიძინას და ობახიძეს და იგივე ვინც ახლა ციხეში რაგვანია ის ხარიბაშვილი და მთავრობის რომ ისინი კიდევ უფრო დიდხანს იქ ჩაყარონ და არ გამოუშვა ეს ხომ ესე იგი ხომ და მოიფიქროთ რომ აი ეს ქვეყანა გახადო მშიერი და მათხოვარი და დაავადო იმისათვის რომ მე შენ წამლებზე ფულები აკეთო დაავადო ხალხო აი ერთი გადაცემა ჩობს კიბო აქვს რა ესე იგი შვილებს გვეშინია და იმას ვაკეთებ იმითანა რაღაცებს ჭამთ ყოველდღე რა უნდა ქნა რა უნდა ქნა აი მე სულ რაღაცას ვფიქრობ არ ვყიდულობ იმას რა ქვია ძერხვები და რაღაცები რომ ყველა ვიცით რომ არც ერთ ძერხს რომელიც ახლა მზადდება საქართველოში 1 გრამი ძროხის ხორცი არ აქვს ვინც აწარმოებს თვითონ არ ჭამს იმას არა როგორ შეიძლება მაგის ჭამა და ანდა ახლა ის კითხს რომ ყიდულობდა გამიდორზე რაღაცას იქ იმდენი არის ეს ნიტრატები და იმდენი არის აი საზამთრო როგორი სასარგებლო პროდუქტია მაგრამ ჩხუბები საზამთრო ხალხო მაგრამ მე არ ვიცი ბანთეური ამისი თქმა და ლაპარაკიც რამეს თუ უშველის იმდენი რაღაცები აქვს აუტანელი ჩვენ ხელისუფლებას რომ ამ ხალხმა როგორი უნდა შეიცნოს რომ არ შეიძლება ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება ქალბატონო დონიძე ბატონო სტურუა რა ვიცი გოგავა და ვიღაცები რო ხართ და ამართლებთ და რაღაცნაირად ცდილობთ გაამაგროთ ეს ხელისუფლება და იმით რომ ხაიმბრევად მოუღეს ბოლოს ბატონო ხალხო არც ერთი მიმართულებით არც ის ხელისუფლება და არც ეს ხელისუფლება და არც იმის წინა ხელისუფლება არ იმსახურებს იმას რომ რამე წამოქცეს ამათთვის სასარგებლო და გასაცავი აი ესეთია ჩვენ ყავს კრიმინალური ხელისუფლება ხელისუფლება რომელიც ყველაფერ ამ სისაძაგლეს აკეთებს მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისათვის საკუთარი პიროვნების ხელისუფლებაში სამუდამოდ მეფობა უნდა კაცო მეფობა გახსოვთ სააკაშვილმა თქვა პირდაპირ თქვა მახსოვს ტელევიზორში რომ მე სააკაძე ვარ სააკაშვილი კი არა სააკაძე ვიყავიო და ეს სააკაძეებიო იმის რა ქვია მაგრამ ბაგრატიონების დედიდან მოდიოდნენ ბაგრატიონი ვარო ესე იგი ახლა ეს ვიღაცა
თქვენი მოგვარე აბაშიძე გამოვიდა და ამბობს რომ ეს ივანაშვილები ბაგრატიონები აი ეს არის აი ამათ მეფობა უნდა ჯერეთი საქართველოს აი იმას მე ვფიქრობ რომ ის ადამიანები რომლებიც ჩვენ სხვა ისა ჩვენი მაჭავარიანი ხო ის ტრადიციონალისტები რომელსაც მეფე უნდა და აი ეს მეფობის სურვილმა დაგვყვა ქვეყანა ყველას უნდა მეფობა შენ რომ მინდა რომ ბაგრატიონი ყველა იპოვის რაღაცას გენებში ბაგრატიონისას და თვითონი დაღია ვით მაგალითად არ უნდა იყოს მაგრამ ერთად მეფის ინსტიტუტი ჰოლანდიაშიც მეფის ინსტიტუტია ბელგიაშიც მეფის ინსტიტუტია დიდი ბრიტანეთში აი ამიტომ მე რომ სულ ვამბობ რომ ჩვენ არ გვინდა ევროპული გზა და გვინდა ქართული გზა გაიჭირა ერთ ადგილას შუა საუკუნეებში და არ მოხდა განვითარება ისინი განვითარდნენ და იქალური მეფეები 200-300 წლის წინათ იყვნენ ჰუმანურები და კონსტიტუციას ქმნიდნენ და კანონის წინაშე ყველანი სწორი ვართო მეფეები ამბობდნენ. გეთახმები ბატონო. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპული სასამართლო. ცოდნა არ აქვს ბატონო ვახშტო თუ კარგად თავუხსნით ჩვენ მეფის ინსტიტუტს ისტორიულად რა იყო და ჩვენი მეფეები თავის შვილებით რო იდგნენ წინა ხაზზე ჯარში და მერე თავის შვილებს წირავდნენ ამ ქვეყანას, აღარავის აღარ მოუტება ეს მეფობა მერწმუნედ გადაიფიქრებენ. რა შეიძლება ეს ლებედი იყო, ლებედი გენერალი ხო გახსოვთ? მე უფლება მომეცითო ერთი როტა არის ასეული. ერთი როტა მომეცითო აი იმ ჩინოვნიკების შვილებითო და ომს ეგრევე დავამთავრებო. ომს ეგრევე დავამთავრებო. ემად უნდა სხვება იომო. თავადაზრაობა და მე პირველი ნაწილი არ მინდა დავტოვუყურადღებოთ, მე მინდა გითხრათ რომ ბაგრატონთა გვართან არის დაკავშირებული მსოფლიოში ძალიან დიდი პროგრესი, წიგნთან დაკავშირებული, ისაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა, რომელ საუკუნეში ზეცასწავლობდა და ესე იგი სასწაული რამე ომში წიგნებით მიდიოდა და თამარ მეფემ პირველი იყო მსოფლიოში რომ სიკვდილი დარჯა გააუქმა ჩვენ მეფემ და მაგრამ ბატონო ვაშის მეთანხმები იმაში რომ გარკვეულ პერიოდში რაღაც მოხდა ისეთი რამ რომ დამახინჯდა ისინი მაგრამ აი ჩვენ ამ შემთხვევაში ლაპარაკობთ ძალიან ბევრი რამ კარგი იყო ყველაფერი კარგი უნდა მომწებდო და გითხარით რომ დავით აღმაშენებელმა ვინც მიწას ამუშავებდა ნაკლებს აღწევინებდა მთელი მსოფლიოს საგადასახადო სისტემას დღეს ეს უდებს საკუთრებას ძალიან ბატონო თეგის ავიცი მე ახლა თქვენ პროფესიონალები ხართ ერთი პრაქტიკოსი მეორე ეგეთი სტატისტიკოსი ეგეთი მართლაც მე თქვენთან შედარებით აქ ანაბურის სიყვა ვერ მეცნით თქვენი ტერმინებს ისმენდით გულო მე შემიძლია თქვა რომ ახლა იქ სადაც იმპორტსა და მათ ბალანსი არ არის დაახლოულია იქ ლაპარაკი ზედმეტია ნებისმიერ სტატისტიკაზე და კაც რომელსაც მართლა იმის იმედი არ აქვს რომ ამ ბარაქიანებმა თქვენ რომ ბრძანეთ 48 არის ახლა ამას რო ვერ იყენებ და ინფორმაცია არ აქვს ინფორმაცია თუ გაქვს მაგრამ თქვენ არ აქვს ხო რესურსებიც თქვენა საკუთარი და ახლა ელემენტარულად ახლა უსერიოზოზე წიგნები აქვს ის რომ წაიკითხო და რომელი მაწვეული სადაფასო როგორ რა პოლიტიკი რა დაქვემდა რა ადმინისტრაციული ცენტრი ამის ხელმძღვანელობა თუ არ გენა მე ამ პოლიტიკა რო ვიბარებე სულ ამაზე ველაპარაკები წაიგითხე პოზიციები გამოხატეთ ეს თუ არ გინდა ახლა ეს იმას ნიშნავს ეს თუ არ გინდა შენ არ თვითმმართველობა არ გინდა თვითმმართველობა თუ არ გინდა ეს იმას ნიშნავს რომ წინასწარ შენ ამზადებ ტოტალურ გამარჯვებას საკუთარ მოსახლეობაში უნდა შთაუნე იმას ხოლმე რომ ის ჭირდება დასაქმება ის რატო დაგიჭირს საკუთარი ადამიანებს ხარს თუ იმას რაღაც გარანტია არ ექნა ხო იქ ადგილზე გარანტია თუ ექნა ადგილზე მაშინ ყველა შენ თუ მოიგებ სასამართლო შენია ის თუ შენია ის შენია ის შენი ანუ ეს რას ნიშნავს თანაბარ პირობებში არ არის ვერტიკალი იზრდება
როგორც ასეთი ჰორიზონტალი მკვდარია და შესაბამისად ეს ამ ცენტრებში აისახება რას თქვენ ახლა ბრძანეთ რა. ვერტიკალით რა მოიგო პუტინმა აგერ ნახა. ხო ნახე და კიდე ბევრი წაიტეხავს მაგაზე და რიჩარდ ბლომბურის და იმის დროს რო იყო კარგად ვიცი ერთ-ერთი პირველი ქადაგებელი ვინც იყო ამას ელეონორა მშვენიერი იყო რომელმაც ჰორიზონტალის იდეა ჯვაროსნული ომის დროს იქადაგა და გააკეთა და იქიდან მოდის ეს აიდან არის ამის პრაქტიკა არა აქვს არც განათლება აქვს არც წმენა აქვს და არც ერთ ხელისუფლებას ამის წმენა კიდევ იმო შენ რანა ელეონორა იყო ნუ ამე ორჯერ იყო თუ ოთხჯერ ჯვაროსნულ ომში ორჯერ ქმარს გაყვა ორჯერ ჩვენ მოკლედ ძალიან კარგი საუბარი შედგა ბოლოსკენ მიდის ჩვენი ეს შეხვედრა ჩვენი პირდაპირ ეთერი ერთი გუშინ დაეთმო იმას რაც დაკავშირებული იყო სწორედ ეს შესაძლებელი ქონდა ამისთვის ეს მეორე ნაწილია როგორც მოგახსენეთ ჩვენ მომდევნო კვირაში გავაგზავნებთ აი ამ განწყობით გვალმაგიდასთან საუბარს შემოგვერთებიან კიდე ჩვენი მეგობრები ეხლა მომდევნო კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ერთი თემა რომელზეც მე სერიოზულად მუშაობ ეს დაკავშირებულია რა უქნეს საქართველოში ესე იგი ბუნებრივ ავტორიტეტებს მეცნიერთა კონგრესი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე და ამ განწყობით აღალიბებს საარჩევნო გუნდს რომ თუ დღეს ჩვენ 80% პროდუქტი შემოგვაქვს ქვეყნის გარედან და მხოლოდ 20%-ია ჩვენი ერთი საარჩევნო პერიოდია საჭირო მინიმუმ 80% ვაწარმოოთ და უმაღლესი ხარისხით და ორგანული საქართველოში მხოლოდ 20 შემოვიტანოთ გარედან და გარედან შემოტანული იყოს შემოწმებული ყოველ მხრივ ეს იქნება ძალიან სერიოზული გუნდი რომელიც ხალხს ეთქვის რომ ჩვენ თქვენ რომ შეგიყვანეთ ამ სიაში კეთილი ინებეთ და ხალხის ისინი შეასრულეთ მე მაგალითად ვისურვებდი რომ ასეთი კაციც უნდა იყოს შეგვერა თვითონ არა აქვს ამის ისა და თვითონ ამბობს რომ ჩვენ ეს ხალხი უნდა შევკრათ მაგრამ ასეთი ხალხიც საჭიროა ძალიან სერიოზული პროცესი იწყება ჩვენ შიგნით ძალიან კარგი ძალიან მნიშვნელოვანი არავითარი რამე ბატონი ზურაბ კუმსიაშვილის გამოსვლა ხო გახსოვთ თქვენ საუბრობდით ესე იგი ერთი ვაშლიში რა ვიტამინიც იყო ადრე დღეს 40 ვაშლიში არ არის იმდენი ისე მოწამლეს ეს ყველაფერი წარმოვიდგენია დღეს 40 მეჯერი წამება ვაშლი აი წარმოიდგინეთ თქვენ რა მოგმარჯობა მე მიხარია რომ ხალხთან ერთად ვარ მიხარია რომ ეს განწყობა არაფერი საშიში არ არის რეალურად ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი უდიდესი შესაძლებლობები აქვს ჩვენ ვარ დიდი წარსულის მძიმე რეალობის მაგრამ არნახულად ძლიერი მომავლის ქვეყანა ეს ამას ეხება კონგრესი დიდი მადლობა მაგრად ვიტყვით